სხვადასხვა პერიოდში ბავშვებო პირჯვის გადაწერა სხვადასხვა გვარად ხდებოდა. მაგალითად, იყო ასეთი ფორმაც, რომ აი თავიდან დაწყებული ძირამდე ასე დაარდებდნენ ხელს და იწერდნენ პირჯვას. ჩვენ ახლა მარტო ასე ვიწერთ. იყო შემთხვევები და ეს ისტორიულად მტკიცდება, რომ ცერათითით შუბლზე გამოისახავდნენ ხოლმე ჯვარს. მაგალითად, მე-9 საუკუნე წმინდა მიქაელ გობრონის ცხოვრება, რომელიც ყველის ციხეში თავის მეგობრებთან ერთად შეიპყრეს და ისინი მოწამეობრივად აღესრულნენ. ჯერ ძალიან ბევრი იბრძოლეს, რომ გადაერჩინათ თავის სამშობლო და მე ესე იგი, როდესაც შეიპყრეს და მოწამეობრივად უნდა აღსრულებულიყვნენ, აი მიქაელ გობრონმა სისხლში ჩააწო თითი და გამოისახა ესე შუბლზე ჯვარი. ესმით და იყო პერიოდი ესე იწერდნენ. ის ფორმა ეხლა რაც ჩვენ გვაქვს, ამასაც თავის სულიერი დატვირთვა აქვს. ეს სამი თითი თქვენ იცით, რომ ყოვლადწმინდა სამების სახელით არის, მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სული წმინდა. ეს სამი თითი ერთად გვაქვს, რადგან ერთი ბუნება აქვს ღმერთს. ეს სამი პირიკია, სამი პიროვნება, მაგრამ ერთი ღმერთია, ერთი ბუნება აქვს. ამიტომ ესე ცალ-ცალკე არ გვაქვს ეს თითები და ერთად გვაქვს. ეს ორი თითი ხელის გულზე, რომელიც უნდა ზოგს არ უდევს ხოლმე ხელის გულზე და ზოგს ესე უჭირავს ზოგს. ხელის გულზე უნდა დაიდო. ამ შემთხვევაში ხელის გული განასახიერებს მიწას. ღმერთი ხო ადამიანად მოვიდა, ღმერთი ხო მიწაზე მოვიდა. და ორი თითი იმიტომ გვაქვს, რომ ორი ბუნება აქვს ღმერთს, ადამიანური და ღვთაებრივი. ჩვენ ადამიანები ვართ, ერთი ბუნება გვაქვს ადამიანური, მაგრამ ღმერთ იესო ქრისტეს თავის ღვთაებრივ პიროვნებას შეერთებული აქვს ადამიანური ბუნებაც და მას აქვს ღვთაებრივი და ადამიანური ბუნება.